ხო რა. ბიჭო, ვინისიუსი როგორ გიყვართ ზოგადად? აი მის პიროვნებაზე რომ ვისაუბროთ უფრო მეტი რა. რატომ გადაცემის წინ საინტერესო რაღაცები ილაპარაკა? ბიჭო, იმდენად ცუდი ტიპია, რომ აღარ მიშლის ნერვებს რა. არის ხო ის რაღაც ზღვარი არსებობს. რა ცუდი კაცია. გადააჭარბა უკვე და აღარ უნდა გადაცემის წინ რაც თქვი, ერთ ნაწილს ვიტყვი, მარტო, რომ სადღაც სანამ შეცვლილდნენ ერთი 10 წუთით ადრე თამაში ნერვებსაც მართლა გულწრფელად, გულახდილად უსინდისო იყო სიტყვას ვამეტებდე, გავიფიქრე, რომ ეს ბიჭო რა დაჭკვიანებულა ეს ვინისიუსი ოჩა მეთქი თო არც უშხუბია არაფერი ერთი არ გადაუფურთ თან კარგადაც ითამაშა როგორ დაჭკვიანდა როგორ შეიცვალა ეს კაცი თქო და ცოტა აი 5 წუთში გამოვიდა კაცი აწია ესე აბლოდა გიჟდა ტიპი ბიჭო და შო გადაეკეთა გამაღიზიანებელი იყო რა და ტიპი მიუხედავად იმისა რომ ერთი ორჯერ აჩვენეს ის დედამოტყნული ტრიბუნაზე პერესი ამან ვინა ფიგუ და არბელოა იქ ამან უფრო მომიშალა ნერვებითო ის ხო იჯდა იქ პროჭი თან იმაში რეალის იმაში რას ველოდები რომ მოუგეს წინატური მაგან მოუგო ვინა ვინისიუს შევიდა იქ თავისი ეგოცი და ვინისიუს რა იყო ოქროს ბურთი ამ ოქროს ბურთის ფასი დაეცემოდა როგორც რაღაც ბელანომა რა იყო შეიძლება მაშინ ნუ დემბელეს იდეაში ეგრე არის მაშინ ბიჭო დემბელე რა არის დემბელე კარგი მაგალითი არის რა კუთხით იცი აი ტიპი რომელიც ბევრად მაგარი არა რას გულისხმობ იცი აი ბალონდორის თიმი რა ვინც აი გადასცემს წარმოვიდგინე და დასთან ლაპარაკ ბიჭო ნახე როგორი სწორი მაგალითია ტიპი რომელიც ამდენ ბულინგში იყო თავზე აჯობდა ყველა ბარსელონას გულშემატკივრებს არ უყვარდა გაწავიდა იწვალა ფეხზე დადგა და მართლა მოიხო და ჩემპიონთა ლიგის ის მოიგო და მართლა ტრანსფორმაცია განიცადა და თან ვინისის ეგეთი ბექგრაუნდია ხომ არა ეს ტიპი არის ძალიან ცუდი როჟა ბენზემას ის ხო გახსოვს ხო და არ მიცეთ ამას პასუხი ჩვენ წინ აღდგარი მარკა რო გაში მართალი იყო მაგის მერე ტიპა ხო მე მოიხოდა კამბექი დადო ანუ კი ბატონო ანუ ზიდანმა ვერაფერი ვერ უქნა ანჩელოტი მოვიდა და რაღაცა გამოთალა რაღაცა და ურტყა კი ბურატინო ის ხო დაიწერა სტატია 37 კაცი გაიქირავეს მუშაობდა და აქედან 12 კაცი ყოველდღე მაგასთან იყო რა ანუ ეხლა კი არის ერთად არ ვიცი მარკა სტატია იყო აი გავსულელდი რო ნახე 34 კაცი 34 კაცი დაიქირავა რეალმა რომ ვინისიუსზე ემუშავა და რაზე და ეხლა ყველაფერი არ ეწერათ რა ლოგოპედი და ეგეთი არ ვიცი ანუ ვერ ხვდები და ის პერიოდი იყო რომ აი დააკამბექა და რა ერთი ფსიქოლოგიც ეკირავებინდა თუ ფსიქოლოგი ფერან ტორეზე მაქვს ნანახი რომ თვითონ მივიდა და ვინისიუს შენ გევასება კიდე ხო ვინისიუს აი როგორ ბიჭო აი შენ და შევარდნაძე ანუ აი ხო კარგად ხარ რატო უნდა გევასებოდეს ვინისიუსი აი ვერ ხვდები მართლა ანუ როგორც ფეხბურთელი კი ბატონო თუმცა ანუ როგორც ფეხბურთელი მაგაზე ბიჭო ხო ეხა ხო აფასებ ეხა იმათ რა ქვია როგორც ფეხბურთელი ხა ეგეთი ანუ კი კაია მაგრამ მაგაზე მაგარი ნანახი ყავს რავი ბევრი ბეც ძალიან აი ვინისიუსი მათ შორის ბრაზილიელებს ჩამოგიწვია 20 ფეხბურთელს მაგაზე იმდენად მაგარი არა რომ პროჭობა აიტანო ბრაზილიაში არ ვიცი ხო ანუ იმდენად მაგარი არა რომ პროჭობა აიტანო რა მე მგონი აი მაგალითად მიხაელ შუმახერი პროჭი იყო რა როგორც სპორტსმენი ცუდი ტიპი იყო პროჭობა გაკეთებ იმდენად მაგარი იყო რომ აიტანდი მაგის პროჭობას რა ატანადი იყო პროჭობა მაგ სერხიო რამოსი იმდენად მაგარი იყო რომ ეს ჩათვალხავე ასეთანი იყო რა პეპეზე არ იყო ასეთანი იყო ნაბლოზარი იყო მაგიტო მაგრამ მე გამოსწორდა მატერაცი ვერ იყო ეგეთი მაგარი რომ მაგის განდონობები აგეტანა პროჭი იყო აი ხანი ვინისიუსი არ არის ეგეთი მაგარი რომ ეს ყველობა დახოჭო თვალი ამას და აიტანო რა არ არის დეივ შაპელის ხუმრობა გამახსენდა იმას მაიკლ ჯექსონზე. მე და ვაკოს ხომ მყავდა ხოლმე რეალის თამაში, გამო რა სერჩი და ბიჭო ვინისიუსი და ყვიროდა იმის დარტყმულებზე, ჩიჩიტებს რო კლავდა, დაარტყა შეჩემა რა მოხდა. დედას ვინისიუსი აბურთი და ხება დარტყმა აი რო შედიოდა საჯარიმოს მისადგომებთან და მანდ რომ მოიქნებოდა ფეს აი გეგონება საჯარიმოსთან მიიღო თავისთან ბურთი და კუთხურზე დაარტყა აი არანაირ არ ნერვიულობდი რომ გოლი შეიძლება გასულიყო ბიჭო გავი ეხა კომენტარი დაწერეს რომ ვინიც ეგრე მოიხოდაო ბიჭო კი როგორც მოთამაშე კი ბატონო რა მართლა ანუ დემბელეს მსგავსი ანუ დემბელეთან დორტმუნდში მაგარი იყო ძალიან ბარსელონა რო ვიყიდა აი ტალანტი და იქ ბაიერნს მაგარი გოლი გაუტანა და ესეთი ტიპი იყო ბარსელონა უცებ ჩავარდა იქ ტრაუმა რო დამალა ხეტაფესთან თამაშის წინ და მე გაუწყდა კულტი და რაღაც ისულელები იმას თამაშობდა PlayStation-ს 5 საათზე და რაღაც ეგეთი ისულელეს არის ზამდა დემბელე ხო და ვინისიუსი ან რო იყიდეს ვინ იყო ვიღაცა არავინ არ იყო და ესტევაოც ეგრე იყიდეს ეხა ჩელსიში რა ხო და 3 წელი შეჩემა აჰა ისა ვერაფერი 3 წელი უთხრეს რომ შენ ეხა რომ გამოხვალ რომ მოჯვა აქ არა აქ ხარ
აი ახლა რომ გამოხვიდე და ყალბები რო აკეთო, საკუთარ კაშო გაიტანო 10 გოლი, მაინც ასტავში ხარო შეჩემო კაკას, ისა რა ქვია, ერთი ტაიმი რო ჩავარდებოდა ის ყალები მსხამზე სვამდა, თო ბოურინიო. მართლა გეუბნები აი ერთ ტაიმს რომ ვერ თამაშობდა, სხამზე იჯდა, შეჩემო პირველ მეორე ტაიმს აღარ გამოყავდა ხოლმე. და ეს შეჩემო 3 წელი ისა რა ქვია, ეს ბურატინო იმასკნეს რა ქვია. სანამ არ ჩამოათალეს ბოლო ისა რა ქვია, ხიჭვი, გათამაშეს და ათამაშეს, ვა. აკა ხო შეიძლება ნაბოზარი ბენზემაც შენსავით იყო ალბათ რა ის მაგიტო თქვა ხო არ ვიცით მეც მაგას ვამბობდი ხომ ამას პასის არ არის არ არის არ ვიცით ამას პასი ეგეთი რამე თუ მენახეს რომელიმე სახეობა არა სპორტის მართალი იყო ბენზემა მე მაგაში ხო და მართლა გეთამაშობდა ხო ეხა მარტო მე ხო არ ვამბობდი და შენ ბენზემა რო იტყოდა მაგას რომელზეც 1-2 წუთად თვითონ ამბობდნენ მაგას დემბელემ რო ილაპარაკა რა ესე ძალიან რთულის გამოუიარე და ტატო ბაციკაძე რო უწერდა კომენტარებს მაგას კითხულობდა მე კომენტარებს შეხوارა არა სიტყვა შენ რო კომენტარებს მაგას ხოლმეებაში კომენტარი არ დამიწერია არა ვისთვის შეჭემ კომენტარებს ეცნობოდა სიტყვაზე შენსაც თქო მეგრე ხო არ იყო ზოგადი შეხედულება იყო მაგას ეგეთი ხო როგორც სულ ვიგზნობდი თავს როგორც რაფინიაზე ქონდა შენ დემბელეს ვინისიუსს ანალოგიურად არ მეგონა რომ ეგრე დააკამბაქია შეიძლება შენ გუნდში ყავდეს ნაბოზარი ტიპი რომელიც აი იცი რომ ნაბოზარია მაგრამ იცი რომ კარგად გამოიყენებ რა აი სუარესი ხო აი სადღაც წამოიკიდებს ვიღაცას აი ცოტა ჩატლახური ისინი აქ მაგრამ ალბა ეხა ეს 70 წუთზე არ გამოვაყენით ეტა მოთხან და რა ჩვენ რო დაგვერია უკვე ეს არ მომწონს რა გასხოვებას გეტყვი ნახე სუარესსა და თქვა ვინისიუს შორის რა და სუარესის ნაირ ტიპებსა და ვინისიუსის ნაირ ტიპებს შორის. ბევრისგან გამიგია ეგ რა, ბევრ ფეხბურთელს უთქვამს, ბევრ სხვა ფეხბურთელზე და ბევრ სპორტსმენს უთქვამს, ბევრ სხვა სპორტსმენზე. რა, არიან სპორტსმენები, რომლებიც რო უყურებ, რა, როგორი იქცევიან თამაშის დროს, იტყვი რა, ჩათალახია რა, პროჭი და რაღაც. მაგრამ უთქვამ ტიპებზე, რომ ეს კი მოედანზე ესეთია, მაგრამ მოედის მიღმა ძალიან კაი ტიპია, ძალიან კაი კაცია. ეს ადამიანი. ვინისიუსი პირიქით მე მგონი. ალბათ პირიქით რა, მოედანზე პროჭია შეჩემო. ისე იქცევა, რომ არ გავს ეგ იმას, რომ აი მოედნა თამაშო დამთავრდება მე ოხრა კაი კაცია მას ვენაცვალე. საკეებოდ პატიჟებს იმდა. ხო, შევა სუარეს არ გავს ეგეთ ტიპს, მაგრამ სუარესი მოედანს მიღმა. წესიერ ტიპია, ხო, გახსოვს რაღაცა აი. მოედანს მიღვა სუარესისგან ამ ეს. არა. ეს ეხა მე კი რა უფრო ამას ვინისიუსი მადრიდის კუჩების დარბის პლამოგდებული და რაღაცებს აკეთებს, მაგრამ ცუდი კაცია, ცუდი ტიპის საბჭოებას თორებს რა. მაგრად მევასება. არა, მეცაც გეტყვი. მოედანზე პროჭი შეჩემა. ისეთ ტიპი იყო, რომ იმდან მაგარი იყო, რომ ის იფარებოდა რა.